ჩვენ ახლა ვისაუბრებთ ფეხბურთის შესახებ, ჩვენი სტუმარია ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი შაშიაშვილი, რომელიც საფეხბურთო კარიერის, მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, როგორც საფეხბურთო სპეციალისტი, ისე არის ცნობილი უკვე საფეხბურთო წრეებში და არა მარტო სამწვრთნელო გამოცდილებით. მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან და გვინდა გაგვიზიაროთ თქვენი აზრი და თქვენი დამოკიდებულება ჩვენი ეროვნული ნაკრების მისამართით. ბოლო ორი შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული 15 და 18 ნოემბერი. 15 ნოემბერს თბილისში ვეთამაშებით ესპანეთს, 18-ში გასვლაზე ბულგარეთის წინააღმდეგ ვითამაშებთ. ეს არის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორი მატჩი. ესპანეთთან შანსებზე ლაპარაკი ალბათ ძალიან რთულია და ასეთივე რთულია ბულგარეთთან დაპირისპირების შანსებზე, ოღონდ აქეთ ნეგატიურ კონტექსტში და იქეთ თქო პოზიტიურ კონტექსტში. იზიარებთ თუ არა ამ დამოკიდებულებას? მივესალმები ჩვენ მსმენელს. რაც შეეხება ამ თამაშს, პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ ჩვენი ნაკრებისთვის ქართველები ძალიან ელოდებიან ყოველთვის წარმატებულ თამაშს და უნდათ რომ ეს მატჩიც საკმაოდ კარგი გამოვიდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ნაკრებმა თითქმის შანსი დაკარგა ამ სოფლიოზე მოხვედრის. არითმეტიკული შანსი არსებობს. ხო, რაღაცეები არსებობს, მაგრამ რეალურად რო გადავხედოთ, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ დღეს. მით უმეტეს გვიწევს ესპანეთის ნაკრებთან საკუთარ კედლებში თამაში და ესპანეთის ნაკრები არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრები ევროპის მასშტაბით რო ავიღოთ მათ. მე თუ მკითხავ დღეს აი ამ წუთას, ამ დროის განზომილებაში მსოფლიოში საუკეთესო. მეც ესე ვფიქრობ, გამომდინარე, ნახეთ რამდენი ფეხბურთელი ეკლდა თქვა ჩვენთან, მაგრამ შევსება ისეთი მიიღო, რომ არანაირი ხელი არ დატყობია. სანიოლს ერთი რაც ქონდა იქ ჩანაფიქრი, რომ ბევრი გოლი არ გაეშვა და აი ეს ჩანაფიქრი მწვრთნელის მხრიდან რეალურად შეასრულა, რომ სულ მინიმალური ანგარიში წავაგეთ, რაც შეეძლო ჩვენმა ნაკრებმა გააკეთა ის, რომ ნაკლები გოლი გაეშვა, რომ მათ ქონდათ შემდეგი მატჩი თურქეთთან და ამაზე იყო ყველაფერი აწყობილი. არ გაგვიმართლა იქაც, ძალიან რთულად დავიწყეთ და დღეს ელოდება მაყურებელი, ვიცი რომ ესპანეთის ნაკრებთან ისევ რთული მატჩი გველის. რა თქმა უნდა, ერთადერთი პრინციპია, რომ ჩვენ ფეხბურთელებს უკვე იმდენი ზეწოლა აღარ ექნებათ, მაინც თავისაშვება ფეხბურთში, როდესაც მინორზე გადის ფეხბურთელი ზეწოლა ძალიან დიდი არის, ძალიან დიდი განცდა არის, მით უმეტეს ნაკრების მაისური თამაში. ვფიქრობ, რომ ლამაზი თამაში გამოვა, სანახაობრივ თამაში ანახებენ ესპანეთთან და ვფიქრობ, რომ შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე კარგი თამაში გამოვიდეს აი ამ ჯგუფში. ხო, ისე საქართველოს ეგეთი ტრადიცია აქვს, რომ შესარჩევ ეტაპზე ერთ მაგარ თამაშს თამაშობდა. ეს ერთი მაგარი თამაში ელვა მოხდეს, რომ ხო, ესპანეთთან გამოგვივიდეს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კარგ თამაშს ნახავს მაყურებელი, ესე მგონია. უკვე ვიცით, სანაკრებო სია. არის ორი დებიუტანტი, ერთი არის იური ტაბატაძე, რომელიც კადისში გადავიდა სეზონის დასაწყისში და სხვათა შორის თითქოს წლებია ესპანეთში თამაშობდა, ადაპტაციისთვის დრო საერთოდ არ დაჭირდა და უმალ გახდა თავისი გუნდის ლიდერი და კიდევ ერთი ახალწვეული არის 20 წლის მცველი ალექსანდრე ნარიმანიძე, რომელიც სლოვაკურ ჟილინაში ასპარეზობს და მას საკმაოდ სტაბილური სეზონი აქვს თავისი ასაკის მიუხედავად. არ არის ირაკლი აზაროვი, რომელმაც გუშინ ევროპის ლიგაზე თამაშა შახტართან ერთად და 2-0 მოიგო მთელი თამაშის შეუცვლელად ასპარეზობდა მოკლედ მოედანზე. შენი გადმოსახედიდან არის თუ არა დღეს ქართული ფეხბურთის რესურსი მაქსიმალურად ათვისებული თუ ფიქრობ რომ რამდენიმე ფეხბურთელი შეიძლებოდა რომ კიდევ მომხვედრილიყო ამ სიაში? პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრების კარი ყოველთვის ღია არის და ყველა ფეხბურთელისთვის ღია არის ეს, იმიტომ რომ ყველა ფეხბურთელს უნდა ქონდეს ოცნება ნაკრებში მოხვედრის და ვფიქრობ, რომ ყველას შეუძლია საქართველოს ნაკრებში გამოცადოს თავისი ბედი და მსმენელმა მიცეს საშუალება. ერთადერთი არის, რომ ეს ნაკრები არის დღეს მაგალითად არის ამ თამაშისთვის შერჩეული ფეხბურთელები, ორი მატჩი არის და ვფიქრობ, რომ აი ამ მატჩისთვის მზად ფეხბურთელები ვინც არიან, ისინი უნდა იყვნენ მზად. არ ვიცი, ხა სანიოლს თავის შეხედულება აქვს, მე ულოცავ იმ დებიუტანტს, იმიტომ რომ მათთვის საკმაოდ კარგი არის ახლა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება. ტაბატაძეზე ვიტყვი, რომ რამოდენიმე ხნის უკან ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობდა ეს ბიჭი და ჩვეულებრივად გამორჩეული ფეხბურთელი იყო, ის წავიდა ესპანეთში და იქაც გამორჩეულია. შეიძლება ითქვას, რომ
საქართველოსდან წასული ფეხბურთელები აღარ არის ისე რთულად ადრე რო იყო რომ მაგალითად აი ადაპტაცია 2 წელი ჭირდებოდა ფიზიკურ დატვირთვას ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი კი ბატონო არის დაბალ დონეზე მაგრამ რაღაცა სპეციფიური ჩემპიონატი გვაქვს ბევრ კარგ ფეხბურთელსაც კი უჭირს თქვა უცხოელი რო ჩამოვიდა შეიძლება ამ ჩემპიონატში ვერც კი გამოიჩინოს თავისი სპეციფიკა აქვს თავისი მონაცემები აქვს თავისი ხარვეზებით პლუსებით მაგრამ ერთი ჩანს რომ აქედან წასული ფეხბურთელები ეროვნულ ჩემპიონატიდან ну ჭალებში ვიტყვი ხა კვარაცხელიაც თქვა ბათუმიდან წავიდა და ну ზურიკოს და ну რაღაცა მივიღეთ კარგია და მიხარია რომ თქვა ჩვენი ჩემპიონატიდან მიდიან ფეხბურთელები და თავიანთ კლუბებში ჩადიან სადაც იქაც ლიდერები ხდებიან ეს ძალიან კარგია ხოთაშორის იური დაბადაძის შემთხვევა არის ძალიან პოზიტიური რა თვალსაზრისით ბოლო პერიოდში 15, 16, 17 წლის ბავშვების გულწრფელად ეგრეა ასაკიდან გამომდინარე და მათი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე და საფეხბურთო ინტელექტის გათვალისწინებით წმინდად ბავშვური ასაკის ფეხბურთელები მიყავთ მხოლოდ და მხოლოდ უცხოურ კლუბებს და დაბადაძე კადიში რო გადავიდა იყო 24 წლის ანუ თუ ვინმე ფიქრობს რომ თუ 19 წლამდე უცხოეთში არ წავიდა მერე აღარაფერი ეშველება ეს ნამდვილად ესე არ არის იმიტომ რომ აი ნამდვილი ფაქტი გვაქვს ნუ ფაქტი იქიდან ავიღოთ მე ჩემიდან ვიტყვი რომ მეც პირველად 24 წლის ასაკში მომიწია წასვლა როდესაც 2004-ში UEFA ჩემპიონატი დამთავრდა ჯგუფიდან დავამთავრე ჯგუფური თამაში მაშინ კიდე ისეთი მომენტია კიდე რომ მივტირი ვარ დინამო ერთადერთხელ და ქართული კლუბი იცით როგორ რაღაცა მე მაგალითად ადრე ვფიქრობდი რომ არის ამაზე ნამდვილად არის რომ ფეხბურთელი მაგალითად 20 წლამდე ფიზიონოლოგიური ყალიბდება მისი ორგანიზმი ისეთი ფეხბურთელია რომ მაგალითად ადრე ჩამოყალიბდა და მას უკვე ადრე შეუულია მაღალ დონეზე არის რომ 20 წლის მერე ყალიბდება ფეხბურთელი აი ფეხბურთშიც არის რომ მეორე ცოტა გვიან გაიხსნა ფეხბურთი რაც ესე ტერმინები გაგიგიათ ხო ნახეთ რამდენიც გინდა ისეთი ვარსკვლავი არსებობს 20 წლის მერე გახდა აი 22 წლის მერე უკვე ნახეს უსხვანაირი გახდა და უფრო ჩამოყალიბდა ასე რომ ფეხბურთში არის ერთი კარგი ტრანსფერი ამას არ აქვს მნიშვნელობა რომელ წლებში იქნები რა არიან წვრთნელები მაგალითად არის პოზიციები აგერ ცენტრალურ მცველებს ხედავთ ხო რომელ წლამდე თამაშობენ მეკარები რომელ წლამდე თამაშობენ თქვათ ყველაზე კარგები და მაგალითად ხო აი 25 წლის მერე მაგალითად ცენტრალურ მცველები 26-27 წელსაც ისე ყალიბდებიან რომ 3-4 წელი 5 წელი ხელა დონეზე შეუძლიათ ითამაშონ რომ თითქმის არანაირი პრობლემა არა ფეხბურთის როგორც გაახალგაზრდავდა, ვთქვათ, აი 16 წლიდან რომ შეგიძლია რომ უკვე მაღალ დონეზე ითამაშო და არის ბევრი მაგალითი მსოფლიოს მასშტაბით რომ ძალიან მაღალ დონეზე უკვე 15-16 წლის ბიჭები თამაშობენ, ასე დაუკვირდეთ 27-38 წლის ხალხის თამაშობენ ძალიან მაღალ დონეზეც. ჯერ პირველი ერთ-ერთი ვინც ესეთი იყო და ძალიან თვალში ხვდებოდა, იყო ბუფონი და აბიატი, რომლებმაც აი გვარიან სიბერემდე ითამაშეს და ნუ დღეს უკვე აღარ გვიკვირს. დღეს უკვე აღარ გვიკვირს იქიდან გამომდინარე რომ ეს ძალიან კარგი არის. და ეს არის დაბადაძეს მაგალითი რომ მაგალითად 24 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონატში შეიძლება ფეხბურთელი თამაშობდეს და პირდაპირ მოხდეს ძირითადში წავიდეს, მას შეუძლია რომ ერთი სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ითამაშოს საქართველოს ჩემპიონატი და მას გზა ქონდეს ხსნილი. და არა მარტო ევროპისგან, უკვე საქართველოს ნაკრების გზაც კი გაეხსნა ამბის და მე დიდი იმედი მაქვს რომ ეროვნულ ნაკრებში თავის სიტყვას იტყვის. მისი სისწრაფე აუცილებლად გამოსაყენებელია. საკმაოდ კარგი სეზონიც კარგი აქვს, ჩავიდა და თითქმის ყველა თამაში. 4 გოლი შეაგდო, თუ არ ვცდები, 2 საგოლე პასი აქვს. კადისთან ისეთი გუნდია, რომელიც იბრძვის ლა ლიგაში დაბრუნებისთვის, ეს რაც არის ამოცანა, რომელიც შესრულებას ნამდვილად არ არის მარტივი. დაუბრუნდე ჩვენ ეროვნულ ნაკრებს პირველ რიგში შენ მცველი იყავი და მე დარწმუნებული ვარ, რომ პოზიციების მიხედვით მე უკვე თქვა, როცა საფეხბურთო კარიერას ასრულებენ მოთამაშეები თავისი პოზიციებიდან გამომდინარე სხვადასხვანაირად აფასებენ მერე ამა თუ იმ შეხვედრას და მის მიმდინარეობას. აი ხა მაგალითად ჩვენი ეროვნული ნაკრების დაცვის ტაქტიკაზე მინდა გკითხოთ. მე მართლა ძალიან მაინტერესებს ერთი შეკითხვა მაქვს, აი თავარი შეკითხვა. უნდა ვითამაშოთ თუ არა ჩვენი დონის ნაკრებებთან 5 მცველით თუ გვაქვს იმის რესურსი, რომ 4 მცველიან ტაქტიკაში მივახციოთ წარმატებას. ყოველ შემთხვევაში სანიოლის ფორმაციის ნაკრებში 4 მცველიანი ტაქტიკით რაც გვითამაშია, უფრო ნაკლებად მიგვიღწევია წარმატებისთვის. ეს სხვათაშორის ეს კითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვისაც თქვათ ფეხბურთის უბრალოდ გულშემატკივრები არიან და თქვათ არასპეციალისტები. ფეხბურთში არ არსებობს 3-5-2, 4-4-2, 4-3-3. ძალიან მნიშვნელოვანია
როგორი სტილის ფეხბურთელები ყავს და მწვრთნელის მაგალითად როგორ ესმის ეს ტაქტიკა. მაგალითად სანიორს ყველაზე კარგად გამოსდის 5-3-2, როდესაც დაცვაში ალბათ ეგეც რესურსიდან გამომდინარე არის. ნახეთ, შეტევის ფაზაში 5 მცველიანი კი არ არის, 3-4-3 უფრო არის შეტევა და პირიქით უფრო შემტევი ხდება გუნდი ამ შემთხვევაში. არის რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე რომ ჩვენ აი ნაკრებთან თქვენ გახსოვთ თავიდან სულ თამაშობდა 5-3-2-ს ყველასთან მაგრამ სულ უნდა 4 მცველზე გადასვლა და შემდეგ როცა ნახა რომ ჩვენი ნაკრები გაიზარდა რაღაცა მომენტამდე მივიდა და ევროპის ჩემპიონატი ვითამაშდა ჩამოვიდა ძალიან ხშირად იყენებს უკვე 4-3-3 ტაქტიკით ნუ 4 მცველიან ტაქტიკას ძალიან რთული ხო რა თქმა უნდა გამომდინარე იქიდან რომ სხვა რაღაცეები ხდება უფრო მაგალითად ეხლა ესპანეთთან ისევ ჩავკეტეთ და გახსოვთ ხო ისევ 5 მცველიანი რომ ჩვენზე ბევრად ძლიერი ნაკრებია და რაც შეიძლება მეტი უნდა დაცული ყოფილიყო და კონჩეტევაზე აგებული ხარ, როდესაც ყვარაცხელია მიქაუტაძე ხავს წინ და ორივე ისეთი ფეხბურთელები არიან და ამათ ზურგს უმაგრებს ძალიან მაგარი ნახევარდაცვა ჩვენი, რომელსაც შეუულია რომ შექმნან მომენტები. აქედან გამომდინარეა, ხო, იცი, ჩვენ არის ესეთი რაღაც, აი ჩვენ ნაკრებს რა აძლევს შედეგს. 4 მცველიანი, 5 მცველიანი, სად უფრო მეტი წარმატებას მივახციეთ ჩვენ. მე ესე ვთქვი, მე მწვრთნელის თვალსაზრისით ვლაპარაკობ, როდესაც უბრალოდ რაღაცა ხო გამოგვაქვს ჩვენი დასკვნა გამოვიტანოთ, როდის ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა უკეთესად და როდის გახდათ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ნაკრები არ არის იმ დონეზე, რომ ჩვენ ყველა ნაკრებთან პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ, ჩვენ უკვე აი всё ევროპა ვითამაშეთ და გინდა თუ არა რო გავალთ მაგალითად ალბანეთთან ან ბულგარეთთან, გინდა თუ არა ჩვენ უნდა ვიყოთ ის ნაკრები, რომ 80-20-ზე ბურთის ფლობა იყოს და ალბანეთის გქონდა 80-20-ზე ბურთის ფლობა, ყველა თავდამსხმელი, ის კარგად იყო ყველა ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ, ხო ფაქტია. ხილად უნდა ითამაშოს ყოველთვის ჩვენმა ნაკრებმა, იმიტომ აქ ყველა ქულას, ყველა გოლს და ყველა შეცდომა ძალიან ძვირად ფასობს. ამიტომ ჩვენი ნაკრებისთვის კიდე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, რომ აი ხანდახან არის, რომ რამოდენმე აი როდესაც კიტი არ აქვს, მე მომისმენია თვითონ ჟურნალისტები, როდესაც უყურებენ, აი კიტე რო არ არის, თელი ნახევარდაცვა დაიკარგა, ვერ ვავსებთ. ხო არის ეს ლაპარაკი. ამიტომ არის, რომ ჩვენ უნდა, მე ვფიქრობ, რომ სანიოლი უნდა ეძებდეს ფეხბურთელებს, ყველას უნდა მიცეს საშუალება, რომ შემცვლელი ფეხბურთელები იყვნენ. აი წავიდა კაშია მაგალითად და პრობლემები იქნება, ნუ დაიწერა რომ კაშიამ შეცდომა დაუშვა, ამის გამო ნუ მიწასთან გავასწორეთ. ქართველების 100 რაღაცა თამაში აქვს ნაკრებში ნათამაშები და თქვა ერთი თამაში ვერ ითამაშა და მის გამო თქვა მოხდა შეცდომა გოლი გაგვივიდა. ნუ არ შეიძლება. კი, არის რომ თქვა ასაკი ისეთი აქვს და ახალგაზრდებს მეტი საშუალება მიეცეთ და ითამაშონ, რა თქმა უნდა ეს უკვე თვითონაც იცის და დავინახეთ რომ ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ, როგორც გოგლიჩიძე არის, ესე უკვე ლოჩოშვილი უკვე რა თქმა უნდა ამ ნაკრების ძალიან ძირითადი ბირთვი არის და კიდევ ეძებენ ფეხბურთელებს, აგერ ნარიმანიძეზე იყო. როგორც ჩანს ფორმაციის პროცესი ნარიმანიძეც ცენტრალური მცველი არის და მარცხენა ფეხით თამაშობს და ეძებს ნაკრები, რომელსაც ფეხბურთელი რომელიც გამოგვაგდება, ну რა თქმა უნდა ხა ყვარაცხელიას დონის შემცვლელი ცოტა რთული არის რომ ჩვენ კი არა. ფაქტია რომ ჩაკვეტაძე ვერ შევცვალეთ შე. ფაქტია რომ აი ძალიან დაგვაკლდა ამ თამაშში ჩაკვეტა. აი განსაკუთრებით დაგვაკლდა გამოჩნდა მისი ღირებული ფასეულობები ესპანეთის წინააღმდეგ, თურქეთის წინააღმდეგ, როცა დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლა გვჭირდებოდა. კრეატიულობა დააგდა ჩვენ ნაკრებს, აი მრავალფეროვანი ფეხბურთი, რასაც ქვია, რომ რაღაცა ინდივიდუალურად შექმნას ფეხბურთელმა, როდესაც ესე ძლიერ ნაკრებს ეთამაშები, იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი თავის თავზე აღების ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, კვარაზე ვიცი და კვარაზე კი ვნახეთ ბურთს რო იღებდა 3 კაცი გადადის მინიმუმ, 1 კი არ და 2 უკვე 3 კაცი გადადის, რომ მან იციან, რომ ძალიან ძლიერი მოთამაშეა. სხვათა შორის მე მგონი ჩვენი ნაკრების ნაკლებად შედეგიანობა იმანაც გამოიწვია, რომ უკვე სულ სხვა თვალით აღვიქვავენ როგორც მოწინააღმდეგეს ახლა საქართველოს ნაკრებს, მოულოდნელობის ეფექტი მაინც იყო და დღეს უკვე ყველა ელოდება, რომ ყვარაცხელია უნდა 2 მცველით იყოს და მესამე კიდე ცოტა ახლოს მიწეული უნდა იყოს და ესე დროს აი რა შეიძლება რომ მსვლელმა გააკეთოს, რომ თქვა ყურად სიმძიმის ცენტრი გადაწიოს სხვაგან ყოფილა თუ არა თქვენ პრაქტიკაში ეგეთი რამ და არის თუ არა რამე ხერხევი რომ სიურპრიზები შემოდი დავაკვირდეთ, როცა ჩაკვეტაძე მინდორზეა, როდესაც ყვარაცხელიზე 3 კაცი მიდის, მას მეტი სივრცე რჩებოდა. და თქვათ როგორ იყო იქიდან თუნდაც დავითაშვილი როდესაც აქეთ გადადის სადღაც ვიღაცა რჩება სივრცეები და არის მომენტი რომ ფიქრო რომ ყვარახანახან ეხლა როდესაც შუაში თამაშობს თქვათ 5-3-2-ში შუაში ცოტა რთული არის, იმიტომ რომ იქ 3 კაცი როა და როდესაც ფლანგზე გაყავს 3 კაცი შუაში ყოველთვის რჩებოდა ის სივრცეები.
ნუ ერთადერთი კიდე ვიტყვი, რომ ცოტა უთამაშებლობის გამოც მოხდა, რომ ქოჩორაშვილი ისეთი აღარ იყო ბოლოს, ისეთი ეფექტური კი ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან დიდი ძალა, მაგრამ აი ნაკრებში ცოტა უთამაშებლობა ეტყობათ მე ფეხბურთელებს რა, გინდა ყოველ შემთხვევაში 90 წუთში ხო, ჩემპიონატში როდესაც უკვე თამაშის რაოდენობა აღარ გიწევს, აი თქვა 3 თამაში ერთხელ მოგიწევს, 4 თამაში ერთხელ და მე ნაკრებში ჩამოდიხარ და კიდევ ესე დონის თამაშებზე სისტრაფეებში, როდესაც მნიშვნელოვანი ხარ შენ ამ გუნდისთვის, აი ეს ცოტა ფაქტორები არის რა, რომ რა მაინტერესებს ის აი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, აი კვარა ხო მარცხენა მხრიდან უტევს ძირითადად მისთვის ყველაზე კარგი პოზიცია არის ეს. აი ამ დროს მარცხენა დამცველი ფუნქციონალურ შესაძლებლობას შეტევაში აქვს თუ არა მნიშვნელობა, იმიტომ რომ მაგალითად რამდენჯერაც აზაროვი და კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე ერთად მოხვდნენ კვარას თუ თქვათ ორი კაცი მეურვეობდა და არ იყო ეფექტური, ყოველთვის უფრო მეტი პროდუქტიულობა ჰქონდა აზაროს, თუნდაც ჩაწოდებებით, დრიბლინგებით და თამაშის გამწვავებით და აქ თუ არა მნიშვნელობა კვარას ფლანგზე ისეთი მცველის დაყენებას, რომელმაც შეტევაში თამაში კარგად იცის. ყველაზე მნიშვნელოვანია დუეტები, როგორ იქნება, ხო? იმიტომ აი ნახეთ მარცხენა მცველი, მარცხენა შემტევი, ხო? მაგალითად შუაში მაგალითად ისამეული ცენტრალური დაცვის როგორ შეთამაშდებიან ფეხბურთელები. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთში, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ძლიერი ფეხბურთელები დადგნენ და ვერ ითამაშენ. ნუ ხა მაგალითი ავიღოთ აი PSG-ში მესი, ნეიმარი და ვან პე ყავდათ და ვერაფერი ვერ მოიგეს და კარეჯი ბუფონი და რამოსი. და ნუ რადონის ის იყო, მაგრამ ვერ შეთამაშდა გუნდი იქიდან გამომდინარე რომ რაღაც ხდება. ასე რომ ამ ფორმაციაში ახლა აზაროვი მე ძალიან მომწონს. ძალიან კარგია, ხა რაც ითამაშა ნაკრებშიც, ძალიან კარგი არის შეტევაში, ძალიან კარგად ამოდის პრესინგიდან. ტექნიკურია, ჩაწოდებაა, სტრაფი არის, ხარტი არის, შეტევის ფაზაში ძალიან კარგია და ძალიან კარგი ბოლო პასი აქვს. ნუ ეხლა ეს არის ნაკრების მსმენელის გადასაწყვეტი, ესეთ ფეხბურთელს ათამაშებს თუ მაგალითად მე ჩვენ გვინახია ლოჩოშვილი დაუყენებია ძალიან ხშირად. მე მგონია რომ ლოჩოშვილი დაცვის სენში გაცილებით უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება ნაკრებისთვის, ვიდრე ხუთცველიან ტაქტიკაში მარცხნივ და შეტევებში ჩართვა რო დაევალოს. იქ ევროპაზე პენალი კი მოიპოვა, კი ბატონო, მაგას მინდა უკარგავს და ფანტასტიკურად ითამაშა, მაგრამ მაინც გონია რომ გრძელ ფაზაში განგრძობად პროცესში. ხო, რა თქმა უნდა, პოზიციურადაც ცენტრალური მცველია, ეხლა ლოჩო უფრო თავის აღნაგობიდან გამომდინარე, ხო, დგას და კარგია, კარგი მარცხენა ფეხი კარგად იწყებს, დიდი არის გაბარიტებით, მორთაბრძოლებში კარგად შედის, თავით კარგად თამაშობს. ისეთის ხარტი არ არის, თქვა როგორც ფლანგზე, აზაროვი ან ესეთი ფეხბურთელები როცა არიან. ალბათ აზაროვის თემაზე ეს უფრო ალბათ ნაკრების ნოს უნდა შევეკითხოთ. შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება აქვს, ვიღაცის ხვისი ნახვა უნდა, აი ნარიმანიძეს მარცხენა ფეხით არის, ხო, შეიძლება რაღაცა იცის და რაღაცას ეძებს და ნუ ფაქტია რომ კარგი ფეხბურთელია, ხო, ეგ ოფცია არსებობს, იციან რა დონის ფეხბურთელია, როგორ არის შიგნით ეხა რა სიტუაცია და რატო არ გამოიძახეს, რა მოხდა, ნუ ეს უკვე ალბათ პირადად. ეგ ხო, შიდა სამზარეულოა, მაგის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. მინდა ზურიკოს შესახებ გითხოთ, მე ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მარჯვენა ფეხით შეუძლია კარგი დარტყმა, მარცხენიდან უტევს, მარჯვნიდან უტევს და შუაშიც შეუძლია მოკლედ რომ იყოს პროდუქტიული. სენტეტიენში დღეს არის უპირობო ლიდერი. მართალია ეს კლუბი ფრანგულ ლიგა 2-შია, მაგრამ თამაშის სირთულიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე ძნელი ტურნირია ჩემი აზრით. აი მე როგორი რაღაცის კითხვა მინდა ნახეთ, როდესაც კლუბში ხარ ლიდერი, აი ეს ამ ფსიქოლოგიით თამაშობ მთელი სეზონის განმავლობაში, არის თუ არა ეგ თანმდები მე უკვე ნაკრებშიც, იმიტომ რომ დღეს მე მგონია ყველაზე კარგი რაც მას ნაკრებში უთამაში არის დღეს. ზურიკოზე საერთოდ ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან კრეატიული ფეხბურთელი იყო. აი ძალიან კარგი ფეთქებადობა, ძალიან მაგრად იღებს ნახევარბრუნში. ნახევარბრუნში მიღება ეს იმას ნიშნავს, რომ ისე შეუძლია მიიღოს რო ორი კაცი ერთი შეხებით მიღებით გააკეთა. ხო, აი კარგია, დღეს ფეხბურთელი აღარ არის, იცი მარტო ერთ პოზიციაზე მოთამაშე, როდესაც სამ პოზიციაზე თამაშით, ხო, იგივე კვარას ხო ყველგან თავდასხმაში იგივე ზურიკოს ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ, ხან შუაში. ეს ძალიან კარგი არის მწვრთნელისთვის, ძალიან კარგია, რომ ერთ ფეხბურთელს შეუძლია ორ-სამ პოზიციაზე თანაბრად თამაში. ნუ შეიძლება სადღაც იყოს ძალიან ლიდერი და ძალიან კარგი, მაგრამ სხვადასხვა პოზიციებზე უნდა ითამაშოს ის. ნუ რაც შეეხება ლიდერი, როცა ხარ გუნდში და ნაკრებში ბრუნდები, ეს თავისთავად ნაკრებშიც გეხმარება, მინდორზეც გეხმარება.
და აი ქართველებს თუ დავაკვირდებით ყველა გუნდებში სადაც არიან ევროპაში წასულები და მაღალ დონეზე თამაშობენ ყველა ლიდერი არის ქართველებს აქვთ ეს უნარი რომ იყვნენ ლიდერები მართვა შეეძლოთ კლუბის და თვითონ ქმნიდნენ ყველაფერს. კიდე კაპიტანია. რა თქმა უნდა, კაშია კაპიტანია, ვიცე-კაპიტნები არიან, მაგრამ ხშირად უწევთ. მამარდა დადგა და მე მგონი მე მიხარია რომ ჩვენ გვაქვს ჩვენ ქართული გენში არის ძალიან დიდი ფეხბურთის ნიჭი და ამას უბრალოდ სწორი გამოყენება უნდა, სწორი მიდგომა უნდა და სწორი დაფიქრება უნდა რომ აი ესეთ ქვეყანაში რატო არ შეიძლება რომ კიდე უფრო მეტი მაგარი ფეხბურთელი გაიზარდოს, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ყველა ეპოქა რაც კი ნავიღოთ ჩვენი ეპოქები, ყველა ეპოქაში ყავდა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები. ნუ აი რავი მესხიდან და იმიდან დაწყებული რომ დავიწყოთ რომ მიუყვეთ ბევრ ქვეყანას ძალიან მაგარ საფეხბურთო ქვეყნებს გაუძნელდება რომ ჩამოთვალონ ნუ აი ამდენი მაგარი ფეხბურთელი იბადებოდეს ესეთ პატარა ქვეყანაში და ესეთ პატარა ერში. ერთია რომ აი ლიდერობა რაც თქვით რომ ამ დავითაშვილს აქვს ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ყოველთვის გვაქვს მისი ის რომ მინდორზე შემოდის ან თუ თამაშობს სულ გვაქვს რომ ისეთ რაღაცას გააკეთებს რომ მან არაფრისგან შეიძლება მომენტი შექმნას და გოლი გაიტანოს. კი ბატონო, მამარდაშვილზეც მინდა გითხოთ, სადაც კატასტროფული პერიოდის შემდეგ იყო ზედიზედ 4 წაგება და თან როგორ გუნდებთან, ხო, რეალთან არ წაუგიათ, ხო, რეალს პირიქით მოუგეს. ხო, ეხა სიტისთან უწევს კიდე და ცუდი პერიოდი დაემთხვა მამარდაშვილს. თან მამარდაშვილის პოზიციიდან გამომდინარე ძალიან მარტივია თქვა, რომ ახალი მეკარის ბრალი იყო. და რა მაინტერესებს რომ ეხა მოიგეს ორი თამაში ზედიზედ კარი მშრალად შეინახა. აი ის რომ გუნდი საკუთარ კარში გოლს არ უშვებს და ისე იგებს, ამას აქვს მნიშვნელობა? მოდი ჯერ იქიდან დავიწყოთ მამარდაშვილის თემა, ვაფშე ავიღოთ ჩვენი ნაკრები. დღეს რო ჩვენი ნაკრები რაღაცას წარმოადგენს, მე ვფიქრობ რომ ალბათ მეკარის 50 თუ არა, შეიძლება მეტი იყოს დამსახურება. მაკედან იწყება ფეხბურთი მე მგონი. არის ერთი გუნდი, ეს არ არის ისე გამონათქვამი რა, იმიტომ რომ ხანდახან არის რომ აი მეკარე რა, ეხა თუ დაურტყეს, არა. მეკარე არის ის, რომელიც ისეთ ბურთებს იღებს, რომელიც გოლი უნდა ყოფილიყო და აიღო. თუ გავიხსენოთ ჩეხეთთან და თურქეთთან და ნუ თუნდაც ჩეხეთთან აქ რო დიდი ანგარიშით მოვიგეთ 0-0-ზე გაიხსენეთ მამარდა რა ბურთს იღებს. პირველი 15 წუთი მარტო მამარდას ქონდა ბურთი ჩვენი და მანდედან გამომდინარე ჩვენი ნაკრები კიდევ უფრო გაძლიერდა. ეხლა ლივერპულში გადასვლა, როდესაც ალისონი ყავს შენ კონკურენტი მას ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, ძალიან მაგრად უყვარს და ფანტასტიკური მეკარია. მე ნახე დაემთხვა რომ დადგა და მართლა ბევრი გოლები გაუვიდა, მაგრამ თითქმის რო შევხედეთ, თითქმის არც ერთი მისი ბრალი ისეთი გოლები ის ერთადერთი აი გადაეკიდე რაზე იცი 1-1-ზე რო გავიდა და ეს რო ცოტა ადრე ხო, ნუ სამაგიეროდ ჩანს რომ მამარდა ალბათ ლივერპულისთვის ალისონი როდესაც ალბათ შეიძლება ეს ბოლო წელი იყოს ალბათ 1-10 წელი უნდა იდგეს არის ლივერპულისთვის ისეთი მეკარე რომელიც ალბათ ისტორიას დაწერს და ლივერპულშიც ერთ-ერთი ისტორია დაიწერება სადაც მამარდაშვილი იქნება ის რომელიც იმ ისტორიაში მოხდება და ეს არის უდიდესი წარმატება და უდიდესი მიღწევა და ქართული ფეხბურთისთვის ჩვენი ნაკრებისთვის ისეთი მეკარე გვიდგას კარებში რომ აი ყოველთვის იმედი გვაქვს ყოველთვის გვაქვს იმის იმედი რომ მან შეიძლება ისეთი ბურთი აიღოს და ისეთი თამაში მოგვაგებინოს რომ ნუ წარმოუდგენელი რაღაცები მოხდა თუნდაც ევროპაზე და იმაზე რა აი ისეთი ბურთები აიღო და შემდეგ ჩვენ უკვე ვიგებთ მერე თამაში ო ესა გადამდებია ეს ემოცია და ბურთის აღება აი გუნდი რო დგას მეკარე გვიდგას კარებში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ძალიან თამამად თამაშობენ ჩვენი მცველები უკან პას რო თამამად შიშის გარეშე აბრუნებ ხო ახლა კარში დარტყმის არ გვეშინია იმიტომ რომ ვიცით რომ იყო პერიოდები რო გვეშინოდა ხო მოდი ნუ გავიხსენებთ მაგას და ეგეც რაღაცა ჩემი აზრით ეპიზოდური მომენტები იყო თორე კლასი და კვალიფიკაცია არც იმათ ეკლდათ რო გვეშინოდა ხოლმე მაგრამ ხდება ხოლმე არის რომ თაობები აი ნახეთ ნაკრებმა ეს თაობა ხო იცი როგორა კარგი როდესაც ესპანელებმა დაიწყეს რაღაცა თაობები შექმნა 40 წელი დაჭირდა თორა რომ იძახენ აი რაღაცები დაიწყეს ნოლიდან ფეხბურთშიც ესია რა თქვათ ეხა კიტე, კვარა, ზურიკო ეს მამარ ყველა ერთი თაობაა მეტნაკლებად და ერთი კარგი თაობა მიიღო რომელიც ნაკრებსაც დაეთყო თუ ჩვენ თაობების მიწოდება არ იქნება კარგი თაობები თუ არ მიეწოდა მე გახდება საშუალო დონეზე ჩავთ აი ვინც საქართველოს 26 კაციან სიაში თუ არ ვწდები ევროპის ჩემპიონატის 24 იყო დინამოს სტრუქტურაში გავლილი ან რომელიღაცა ასაკობრივი გუნდი მაინც ხონდა ნათამაშები აი მეც გეთანხმებით გონია რომ
მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ერთად გაიზარდნენ ეს ბიჭები და ამან შედეგი მოგვიტანა. თუ გავითვალისწინებ დღევანდელ სიტუაციას, უნდა გქონდეს თუ არა, თქვა პოზიტივის იმედი, იმიტომ რომ პატარები ყოველთვის კარგი ყავდა ჩვენ, ხან გქონდა შანსი და წარმატება ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატებზე, ხან ვერა, ეს ვერ დავასტაბილურეთ, ალბათ ესეც თაობების დამსახურებით. დღეს როგორი სიტუაციაა? ხო, იცით, აი თუ შევხედოთ ახლა ჩვენ მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ ეროვნული ნაკრების მერი არის ახალგაზრდური ნაკრები. ხო, საკმაოდ სტაბილურად თამაშობს სვანანძეს ხელში. მე ვფიქრობ, სვანანძე ერთ-ერთი უძლიერესი მსმელია და აი ამ თაობაში ძალიან კარგად მოერგო და ის თავის ხედვა და იმ ფეხბურთსაც თამაშობს კარგია. ცოტა კიდე ქვევით რო ჩავიდეთ, საკლუბო დონეზე ხედავთ საქართველოს ჩემპიონატი სად მოექცა. მე ამაზე მინდოდა საუბარი და ეს ყველასთვის საფიქრალი არის. არის დინამო აკადემია, რომელშიც მხოლოდ დინამოს აკადემიის აღზრდილი ბავშვები ხდებიან ნაკრებში, ნუ ყოველ წელს 80 ბავშვი, 70 ბავშვი. სხვა არის იბერია, რომელიც ძალიან პროცენტულად დაბალი, ლოკო. ფონტაშორის ორივე დებიუტანტი იბერიას გაზრდილია ახლა. ლოკოდან თითქმის ძალიან დაბალი დონეა, ეროვნულ ჩემპიონატს თითქმის არავინ არ გვინახია, ნუ დასავლეთიდან რო ავიღოთ უკვე ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, ნუ საერთოდ ბავშვთა ფეხბურთი თითქმის გამქრალი არის. ყოველ შემთხვევაში თვალში არ მოხვედრია. აი არის ესეთი რაღაცა, რომ როდესაც ჩემ დროს მაგალითად ეროვნული ჩემპიონატი ცოტა მაღლა იყო, ხო, შეიძლება 30 ადგილზე შეიძლება იყო, ან მე 40-ზე დღეს კიდე ქვევით ჩავიდა. ვიძახი რომ ეროვნული ჩემპიონატს ავსებს ვინ, ხო, ის ახალგაზრდა თაობა. 10% მიდის ევროპაში, დანარჩენები ჩემპიონი ეროვნულ ჩემპიონატში. აი მე ეროვნულ ჩემპიონატში ვიღებთ რას ყოველ წელს, რას ვიძახით? უკან, რატო? ნუ ჩავედით იქიდან რომ ბავშვთა ფეხბურთში არ არის ის კონტროლი, ის გაზდა, რასაც ჩვენ თქვათ, ბავშვთა ფეხბურთში ვარჯიშობთ. დინამოს აკადემია არ ხო, აი რაც ვარჯიში მიდის ბავშვთა ფეხბურთში და რაც ხდება, ესე იგი რა არის, რომ არ არის სწორი. მე ესე მგონია, იმიტომ რომ ვერ ვიღებთ 10%, რომელიც მიდიან, დანარჩენები რჩებიან და ვიღებთ ნახევრად ფაბრიკად ფეხბურთელებს, რომელსაც არის პრობლემა. დავამატებდი ალბათ უფრო მენეჯმენტის პრობლემებსაც, მაგრამ ნუ ცალსახად თქვენ რასაც ამბობთ. აი ერთი კიდევ არის ახლა იმით არა რეკლამით არ ჩამეთვალოს, მაგრამ ჩვენ ახლა უკვე ატლეტიკი არის ესეთი კლუბი, რომელიც თავის აკადემიას ხსნის. ახლო მომავალში გამოცხადდება საერთოდ მიღებები ყველა ასაკში. ვცდილობთ რომ ძალიან მაღალი განვითარება მიიღოს, დინამოს დონის აკადემია შეიქმნას. ბავშვებს მაღალი დონის სპეციალისტები ყავდეს, ცნობილი, პროლიცენზირებული, ალიცენზირებულები და რაღაცა სტრუქტურაში მოქცეული ვარჯიშებით, რომ აი ევროპასთან მიახლოებულად წავიდეს. მოდი მივიღოთ ჩვენ თქვით, რომ ჩვენ აკადემიამ ესეთი რაღაც მივიღეთ, რომ მოდი შევცვალოთ ვარჯიშების მიდგომა, შევცვალოთ ყველაფერი და აი ეს 6 და 5 წლის ბავშვები რომ მოვლენ, მოდი სხვანაირი მეთოდით დავიწყოთ ვარჯიშები, იქნებ ჩვენ რაღაცა მუხტი მივცეთ ყველას, რომ იქნება რაღაც პრობლემა 5 წლიდან ვერ ვზდით ჩვენ ისეთ ბავშვებს, რომ კი ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ბავშვები ყოს, მაგრამ დღეს რას ვიღებთ, რომ ისლანდიის ნაკრები და რაღაცა კლუბები, ისეთი კლუბები გვიგებენ, ნუ სახელებიც არ გაგვიგია ჩვენ და სამწუხაროდ გავიგეთ და დავიმახსოვრეთ. არის ესეთი და აი ეს რაღაცა გვინდა რომ ახალი სიახლე შევიტანოთ, ახალი რაღაცა ცოტა სხვანაირი სტილის ვარჯიშებით შევთავაზოთ, ცოტა უფრო განსხვავებული იყოს სხვებთან შედარებით და იმ დინამოს აკადემიას და იმას გავუკეთოთ კიდევ ერთი კონკურენცია, სადაც ანაკრებო დონეზე არა მარტო დინამოდან ქართულ გამოადგება და მინდა რომ აი მაგალითად ქუთაისის ტორპედოში ხა წინსვლა არის ძალიან ფინანსურადაც, კლუბი მოძლიერდა, სტადიონები გაკეთა, ბაზები გაკეთა, რომ იქაც იგივე ბათუმში კარგი აკადემიები შეიქმნან, რომ ბავშვები რაც შეიძლება მეტი წამოვიდნენ, რომ თქვენ კარგად იცით დღეს იმხელა მოთხოვნა ქართულ ფეხბურთში ძალიან ბევრი ბავშვი დადის, კვარამ ძალიან ბევრი ბავშვი დააბრუნა ჩვენმა ნაკრებმა, რომელიც ევროპაზე გავიდა, ნუ რაოდენობას ვერ ვითვლით, იმდენი ბავშვი მოდის ფეხბურთზე, მაგრამ მნიშვნელოვანია სწორი აღზრდა, სწორი მიმართულება და სწორი რაღაცების გაკეთება. მნიშვნელოვანია და ყურადღება თან მოდის ისეთი გუნდებისგან, ხო ვახტანგ სალია დინამოს 16 წლის ფეხბურთელი იყიდა ნიუკასლმა. ეს სხვადასხვა ძალიან საინტერესო თემაა, ამაზე სწორი პასუხი არ არსებობს. კარგია თუ არა ამ ასაკში ესეთი დონის გუნდში გადასვლა და ალბათ მაგალითებით მსჯელობა ჯობია ეს გადაცემის სხვა გადაცემის საუბრის თემაა და აუცილებლად ერთხელ ჩვენ ამ საკითხს დროს მივცემთ და დაუთმობთ, იმიტომ რომ მართლა საინტერესოა, გქონია წარმატებული პრაქტიკები და წარუმატებელი პრაქტიკებიც, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს დრო უნდა გამოვიყენოთ ახლა. საქართველოს მისამართით ინტერესი არის ძალიან დიდი. მოდი გაიხსენე, როდესაც შენ თამაშობდი ფეხბურთს, რამდენმა შენმა თანაგუნდელმა კლუბში უცხოეთში იცოდა, რომ საქართველოს სად არის და ნაკრებს რა შედეგი ქონდა. არავინ არ იცოდა პირდაპირ. ეს დიდი წარსული არ არის, ხო? სულ მეგონა, რომ აი რო ჩავიდოდით დინამო თბილისის ფეხბურთელი და ბევრ მარც იცოდა, იცით როგორ იყო, არც საინტერესოდათ საქართველოს ერთადერთი დინამო რაღაც აი მოსმენელი ძველი თაობიდან გადმოსული დღეს
ეხლა 16 წლის ბავშვი რომ ნიუკაში წავა ეროვნული ჩემპიონატი და რომელსაც ეროვნული ნაკრებიც არ აქვს ნათამაშები, ესე იგი მოთხოვნაა დიდი. თუ ვიღაცა გაკვირდება, ხო? უდიდესი მოთხოვნა ბევრს აკვირდებია. პარკაძე წაიყვა და მიუხედნის ბაიერმა თავის დროზე. აბულაშვილი პორტო. დინამოში ხარებაშვილი და ბევრი ფეხბურთელები რომელსაც ძალიან მაღალი დონის გუნდები აკვირდებიან და ეს ერთ-ერთი ძალიან წინსვლა და ეს მართლა უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი რომ ის ბავშვები ტოპ კლუბებში გაუშვათ, ტოპ ქვეყნებში ის 5 ჩემპიონატი სადაც რომ მოხდნენ რომ კიდევ ჩვენ უფრო ძლიერი ეროვნული ნაკრები მივიღოთ. მე ესე მგონია. საბოლოო ჯამში დაგვრჩა ერთი წუთი, უბრალოდ ერთ შეკითხვას დაგისვენ და მინდა რომ მოკლედ მიპასუხოთ. დიდი ალბათობით საქართველოს ნაკრები დააგროვებს საკვალიფიკაციო ეტაპზე ან 6 ან 7 ქულას. ყოველ შემთხვევაში ეს არის ჩემი აზრი, მაგრამ ბედნიერი ვიქნები თუ მეტი იქნება. ფიქრობ თუ არა რომ 6 ან 7 ქულა დღეს ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ამ საკვალიფიკაციო ქვეჯგუფში სადაც არის ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი ჩვენს გარდა არის მაქსიმუმი. ვფიქრობ რომ საქართველოს ნაკრებისთვის მაქსიმუმი ყოველთვის არის ის პირველი ადგილი და თქვა ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ ჩვენ იცით არ დაგვაუწყდეს რომ ის მესამე ადგილიც უნდა დავიკავოთ. აუცილებლად უნდა გავიდეთ მოსაპოვებელი, იქიდან გამოდიან რეიტინგისთვის არის აუცილებელი და საჭირო არის წელს თუ თქვა ჩაგვივარდა ეს სიტუაცია, აუცილებლად მესამე ადგილია დასაკავებელი. ეს ყველა ფეხბურთელმა და ყველა ნაკრების წევრმა უნდა იცოდეს რომ მესამე ადგილი არ უნდა გაუშვათ ხელიდან, რეიტინგიდან გამომდინარე აუცილებელია ეს ყოველთვის. ანუ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ვისურვებდით 12 ქულას და სოფლიო ჩემპიონატზე გასვლას, მაგრამ არ აუშავს დღეს ესეთი სიტუაცია უკეთესი მომავლის იმედით ერთი კვირით გემშვიდობებით. მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი შაშიაშვილს. საინტერესო უქმეები გელოდებათ სპორტულად, ასე რომ გაქვთ შესაძლებლობა რომ ბევრ კარგ რამეს მიადევნოთ თვალი და ეს შანსი უნდა გამოიყენოთ. მე ერთი კვირით გემშვიდობებით.